გლობალური საფონდო ბირჟებისთვის მიმდინარე წლის მთავარი მოვლენა სულმცირე ჯერჯერობით არის დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ინაუგურაცია და საერთოდაც არჩევნები იყო გასული წლის, ანუ 2024-ის მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რომელმაც სწორედ ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა საფონდო ბირჟებზე, კრიპტო ბირჟებზე და ასე შემდეგ. თავად ეს ყველაფერი უკავშირდება დონალდ ტრამპს და მის პერსონას, მაგრამ სანამ ამის განხილვაზე გადავიდეთ, თქვათ ის რომ ძირითადად ამერიკული საფონდო ინდექსები S&P 500, Dow Jones-ი და Nasdaq-ი ბოლო პერიოდში, ანუ ინაუგურაციის შემდეგ, რაც რამდენიმე დღე არის გაზრდილია 3-4-5%-ის შუალედში საშუალოდ, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ბოლო რამდენიმე დღიანი პერიოდისთვის და მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტორები დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის მისამართით არიან დადებითად განწყობილები და ელოდებიან იმას, რომ საფონდო ბირჟები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ანუ კომპანიები, მათ შორის ძირითადად ამერიკული კომპანიები დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებით მეტად იხეირებენ. ამაზე მიუთითებს მაგალითად აგრეთვე ნენსი პელოსის მიერ აქციების ბოლოდროინდელი შესყიდვა. ნენსი პელოსი, როგორც ვიცით, ერთ-ერთი ხნიერი და ცნობილი კანონმდებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კანონმდებელიც არის და ხშირად ყიდულობს სხვადასხვა ტიპის აქციებს, სავარაუდოდ ინსაიდერული ტრეიდინგის, ანუ წინასწარ ცნობილი დაფარული ინფორმაციის დახმარებით, მაგრამ ცხადია ამას ჭირდება დადასტურება. ბოლო პერიოდში იყიდა ნენსი პელოსიმ ძირითადი კომპანიების აქციები, Google-ის, Microsoft-ის, Apple-ის აქციები შეამცირა და აგრეთვე რამდენიმე Amazon-ის აქციებიც და რამდენიმე სტარტაპის აქციები შეიძინა, რომელთა კაპიტალიზაციამ რამდენიმე დღეს შეძენიდან 50%-ით იმატა, მას შემდეგ რაც Stargate-ის $500 მილიარდიანი პროექტი გასაჯაროდეს. შესაბამისად ასეთი დამთხოვები არის, რაც აჩენს კითხვებს როგორც წესი, მაგრამ შეიძლება ცხადია ეს დამთხოვა არც ყოფილიყო. საბოლოო ჯამში S&P 500 არის ყველა დროის ყველაზე მაღალ ნიშნულზე 6100 პუნქტს გადააჭარბა, უკვე იზრდება ყველაფერი და ეს უკავშირდება როგორც ვთქვით, დონალდ ტრამპის პოლიტიკას. დაანონსებული არის გადასახადების შემცირება, რეგულაციების შემსუბუქება, კრიპტო ბაზრისთვის დამატებითი წახალისება, აგრეთვე ბიტკოინის რეზერვის შექმნა. ზოგადად ტექნოლოგიურ კომპანიებთან და მილიარდერებთან ძალიან დაკავშირებული არის დონალდ ტრამპი ინაუგურაციაზე ფაქტობრივად. ყველა ვნახეთ, ბერნარ არნოლდს კი ჩამოვიდა საფრანგეთიდან, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არც ეხებოდა დიდად რომც არ ყოფილიყო, ალბათ არაფერს წააგებდა, მაგრამ მარკ ზაკერბერგით დაწყებული ილონ მასკი ხომ არის და იქ და სხვა შორის თეთრ სახლშიც კი აქვს ოფისი, მას უკვე შესაბამისად გასაგებიც არის, რასაც შეიძლება მოელოდოს პირადად ის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობიდან. ბიტკოინი გაიზარდა $108,000-მდე, $4 ტრილიონ მიაღწია ბაზრის ჯამურმა კაპიტალიზაციამ, ასე რომ ჯერჯერობით ვართ ეგრეთ წოდებული ბულ მარკეტის ძალიან აქტიურ ფაზაში. ყველაფერი შეიძლება ვთქვათ, რომ ფაქტობრივად ყველაფერი იზრდება, მაგრამ ცხადია ეს მუდმივად ასეთი ვითარება საფონდო ბირჟაზე ვერ გრძელდება და ამის დასტური არის ლამის 200 წლიანი ისტორია, რომელზეც შეგვიძლია თვალი გადავავლოთ. დიდი ზრდის შემდეგ მოდის დიდი ან შედარებით მცირე ზომის კორექცია, ასე რომ კორექციაც იქნება გარდაუვალი, მაგრამ ცხადია წინასწარ თქვა იმისა, როდის შევა კორექციის ფაზაში ბაზარი არის ძალიან რთული. ის აღმასვლის ტენდენცია, რომელზედაც შენი საუბრე, ძირითადად არის გამპირობებული ფუნდამენტური ფაქტორებით და ამ ფუნდამენტურ ფაქტორებს შორის მთავარი ალბათ არის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გამოჩენა. სწორედ ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. აქ საუბარი გვაქვს Stargate-ზე, რომელიც $500 მილიარდიან საინვესტიციო პროექტს წარმოადგენს. აქ იქნებიან ჩართულნი ტექნოლოგიური გიგანტები, ასევე დეველოპერული და სამშენებლო კომპანიები და შეგვიძლია ვთქვათ, ყველა ის მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც დღეს პლანეტაზე საერთოდაც არსებობს. თავდაპირველად დასახელდა 3 ძირითადი მოთამაშე, ესენი არიან OpenAI, რომელიც სტარტაპი, ანუ გულისხმობთ აქ Microsoft-ს, ასევე Oracle, რომელიც cloud service-ების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი არის ერთ-ერთი პლანეტაზე და აგრეთვე იაპონური SoftBank-ი, რომელიც ზოგადად ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურ ინვესტორად ითვლება. ეს ძირითადად უფრო მეტად საინვესტიციო ბანკია, ვიდრე ტრადიციული გაგებით კომერციული ბანკი. ეს ინვესტორები 33%-იან წილს გადაინაწილებენ საკუთარ თავზე, ანუ ერთნაირი განაწილება ექნებათ მათ, თუმცა ამას გარდა სხვა კომპანიებიც უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ წარმოდგენილნი იქნებიან პროექტში, მათ შორის იქნება რა თქმა უნდა Nvidia, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფრასტრუქტურის მომარაგებაზე იზრუნებს, რადგანაც ყველა ის გრაფიკული ბარათი თუ ის AI პროცესორი, რომელიც ამ დეიტა ცენტრებში უნდა განთავსდეს, სწორედ Nvidia-ს მიერ იქნება სავარაუდოდ წარმოებული. ასევე იქნება ARM, რომელიც აგრეთვე ნახევარგამტარების სექტორშია წარმოდგენილი და რა თქმა უნდა Microsoft-იც, რომელიც ყველანაირად არის მიდემოდებული, შეგვიძლია ვთქვათ, AI ინდუსტრიას, როგორც წარმოების მიმართულებით, ასევე უშუალოდ AI-ის გამოკვების მიმართულებითაც. საინტერესო აქ ერთი ის, რომ ეს, ასე ვთქვათ, ინვესტიცია განხორციელდება ეტაპობრივად, აქ იქნება რამდენიმე ათობით დეიტა ცენტრი და საერთო ჯამში საუბარი გვაქვს ახალი ინდუსტრიის განვითარებაზე, რადგანაც დეიტა ცენტრები
ამერიკაში აქამდეც იყვნენ საკმაოდ აქტიურად, მაგრამ AI-ის გამოჩენის შემდეგ მათზე მოთხოვნა არის დრამატულად გაზრდილი და თანაც საინტერესო ის არის, რომ ხელოვნურ ინტელექტს გაცილებით უფრო დიდი კომპიუტერული სიმძლავრე სჭირდება იმისათვის, რომ განვითარდეს, რომელიც ამჟამად არსებობს დედამიწაზე. ანუ თუ გვინდა რომ ხელოვნური ინტელექტი განვავითაროთ, რაც ალბათ დღეს კორპორაციულ სექტორში აბსოლუტურად ყველა კომპანიას უნდა, მაშინ აუცილებელი იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, როგორც data ცენტრების მიმართულებით, ასევე ენერგეტიკული მიმართულებითაც, ამიტომაც მათ შორის Microsoft, Google, Meta, Amazon და თითქმის ყველა მსხვილი კომპანია დღეს ფიქრობს და მუშაობს ბირთვული ატომური სადგურის მშენებლობაზე. დიახ, სწორედ ამ ტექნოლოგიამდე მივიდნენ საბოლოო ჯამში ეს კომპანიები, რადგანაც მათ გააცნობიერეს, რომ ვერც ერთი მზის ენერგია და ქარის ენერგია AI-ის გამოყვებას ვერ ეყოფა, ამისათვის საჭიროა მცირე მოდულარული თანამედროვე ბირთვული რეაქტორები, რათა საჭირო მოცულობით ელექტროენერგია გენერირდეს. Stargate-თან დაკავშირებით ბევრი რამ ცნობილი ჯერჯერობით არ არის, ერთი ის ვიცით, რომ ეს პროექტი დაახლოებით 100,000 სამუშაო ადგილს შექმნის და ალბათ ამერიკისათვის კიდევ რამდენიმე ტრილიონის ეკონომიკას დააგენერირებს. ეს პროექტი სხვა შორის დაანონსდა თეთრ სახლში და იქვე იყო დონალდ ტრამპი. მოგვიანებით ამ იდეას გამოიხმაურა ილონ მასკი, რომელიც იქ არ იმყოფებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სადმე სიახლოვეში იყო, რადგან მისი ოფისი ოფიციალურად უკვე განთავსებული არის თეთრი სახლის ერთ-ერთ შენობაში. ილონ მასკო თქვა ძალიან მარტივად, რომ იმ კომპანიებს და ადამიანებს, რომლებიც დგანან ამ პროექტის უკან, უბრალოდ არ აქვთ ამის ფული, რომ 500 მილიარდი დოლარი ჩადოთ. 500 მილიარდი დოლარის ქონებას ილონ მასკიც ასე ოფიციალურად ვერ ფლობს, მაგრამ ცხადია ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ბანკის დახმარებით შეიძლება და მილიონი სხვა გზა არის ფულის მოსაძიებლად, მაგრამ ეს არის ფრაზა, რომელიც მან თქვა, მაგრამ ამის დამტკიცება ცხადია ძალიან რთულია. მას გამოეხმაურა სატია ნადელა, Microsoft-ის გენერალური დირექტორი, რომელმაც თქვა, რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ მისი ფული იქ არის. სხვაზე ის პასუხს ვერ აგებს, მაგრამ საკუთარ დაახლოებით 80 მილიარდი იყო თუ არ მეშლება, 80 მილიარდი, ჩემი 80 მილიარდი ძალიან კარგად და მომზადებული არისო თქვა. აქვე საინტერესოა ის, რომ ამ ასე ვთქვათ ბრალდებას ილონ მასკის მხრიდან გამოეხმაურა სემ ოლტმენიც, რომელიც არის OpenAI-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი და საინტერესო აქ ერთი ასე ვთქვათ ნიუანსი ის, რომ OpenAI-ის ერთ-ერთი ადრეული ინვესტორი და თანადამფუძნებელი იყო პრინციპში ილონ მასკიც, თუმცა ის შემდეგ ამ პროექტს ჩამოშორდა, რადგანაც ოლტმენსა და მასკს შორის იყო იდეოლოგიური სხვაობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ძირითადად ფილოსოფიაზე ვერ თანხმდებოდნენ. მასკი მოითხოვდა, რომ OpenAI უნდა ყოფილიყო არაკომერციული კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს უბრალოდ კაცობრიობის სიკეთისათვის შექმნიდა, ხოლო ოლტმენი ამბობდა, რომ OpenAI უნდა გამხდარიყო აუცილებლად კომპანია, რომელიც დააგენერირებდა მოგებას, შემოსავალს, მას უნდა ჰყორულდა ინვესტორები, რადგანაც ის პროდუქტი, რომელსაც ის ქმნის, კომერციულად არის გამართლებული, ამას ისიც ხატყობს, რომ მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ მოგებაზე ორიენტირებულ კომპანიად იქცა OpenAI, Microsoft-ის მხრიდან ინვესტიცია უფრო მეტად გაიზარდა, რადგანაც Microsoft-ს ამ ასე ვთქვათ პროდუქტით, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ChatGPT-ზე, სარგებლის მიღება ნამდვილად სურს. მართალია ილონ მასკი ამ პროექტს ჩამოშორდა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ მან თავისი მიმართულებით გადაწყვიტა განვითარება, თავისი AI კომპანია დააფუძნა, რომელსაც ჰქვია XAI, რომელიც მუშაობს საკუთარ ხელოვნურ ინტელექტზე, ენობრივ მოდელზე, Grok-ზე, რომელიც ჯერჯერობით ამერიკაში საკმაოდ აქტიურად არის ხელმისაწვდომი, ალბათ ერთ დროს სოფლიოს მასშტაბითაც გამოჩნდება. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს უფასო ვერსიაზე, თორემ ფასიანი ვერსია ეხლაც არის ხელმისაწვდომი. ეს არის ერთ-ერთი ინვესტიცია, რომელიც დონალდ ტრამპმა მას შემდეგ დაანონსა, რაც თეთრ სახლში გადაბარგდა რამდენიმე დღის წინ, მაგრამ კიდევ ერთი ინვესტიცია უკავშირდება პიროვნებას, რომელიც ახლა ჩანს ჩვენს ეკრანებზე, ეს არის მუჰამედ ბინ სალმანი, საუდის არაბეთის დე-ფაქტო მმართველი, უფლისწული, რომელიც დღეს მართალია ქვეყანას მართავს, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალურად მას მეფის სტატუსი არ აქვს, მაგრამ მას ცხადია დროთა განმავლობაში მიიღებს. როგორც ირკვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საუდის არაბეთი გეგმავს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში 600 მილიარდი დოლარის დაბანდებას, რაც მიმართული იქნება სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული და ზოგადად პროექტების მიმართ, ანუ აქ იგულისხმება როგორც შეიძლება აქციები შეიძინონ, სხვადასხვა კომპანიები, შეიძლება კომპანიები შეიძინონ, შეიძლება შენობები ააშენონ და ასე შემდეგ, ეს ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, მაგრამ ამ თანხის ნაწილი აუცილებლად იქნება მიმართული საგარეო ვაჭრობაზე, რადგან თავის დროზე 2017 წელს, როცა დონალდ ტრამპი გახდა პრეზიდენტი, პირველი ვიზიტი მან ჩაატარა სწორედ საუდის არაბეთში საგარეო ვიზიტი და უარი თქვა გაერთიანებულ სამეფოში წასვლაზე, რაც ერთგვარი ტრადიცია არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების მიერ. ისინი ტრადიციულად პირველ საგარეო ვიზიტს ყოველთვის გაერთიანებულ სამეფოში აკეთებდნენ, მაგრამ ტრამპმა ამაზე უარი თქვა, იმიტომ რომ იმ დროს მუჰამედ ბინ სალმანი შეპირდა, რომ 450 მილიარდი დოლარის ქონებას იყიდა, ქონებას კი არა და პროდუქტებს იყიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ანუ განახორციელებდა იმპორტს საკუთარ ქვეყანაში. სავარაუდოდ მსგავს რაღაცასთან გვაქვს ახლა საქმე, მაგრამ 600 მილიარდზე არის საუბარი. ამაზე
მიგვანიშნებს ის, რომ მოკლედ ბოლო თუ კი თავის დროზე, როცა საუდის არაბეთი პირველ ნაბიჯებს გამდა და ვითარდებოდა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო საუდური არაბული ნავთობის ერთ-ერთი მთავარი შემსყიდველი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს შეიცვალა ეს ვითარება და მოკლედ შემცირდა იმპორტი თანდათანობით და იძულებული გახდა საუდის არაბეთი, რომელმაც საუდის არამკოს გავლილი ძალიან დიდი ფული იშოვა და თავად საუდი არამკოც კვაზი ამერიკული კომპანია არის, მის ისტორიას თუ გადავხედავთ, ამერიკელებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით იქ და საერთოდ ეს ორი ქვეყანა დაკავშირებულია. ამიტომაც ძალიან დიდი შანსია, რომ ამ ფულის ნაწილი მიმართული იყოს პირობითად Lockheed Martin-ის ან Boeing-ის ან Raytheon Technologies-ის მისამართით, რადგან ისინი აწარმოებენ იარაღს, ყველაზე დიდი მწარმოებლები არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო საუდის არაბეთი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლევამოსილი ჯარის მფლობელი საკუთარ რეგიონში, სწორედ ამერიკული ტექნიკით არის აღჭურვილი და საერთოდაც ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე არის ისრაელთან ერთად საკუთარ რეგიონში. სხვათა შორის სწორედ მუჰამედ ბინ სალმანის წინააღმდეგ იყო მიმართული ის განცხადება, რომელიც დონალდ ტრამპმა გაავრცელა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. ის მოგესალმებათ ვიდეო კონფერენციის სახით ონლაინ ერთვებოდა კონფერენციას და გააკეთა ერთი საინტერესო განცხადება და თქვა შემდეგი რამ. თუ კი ოპეკის წევრ სახელმწიფოებს ომის დასრულება სურთ, საუბარი გვაქვს რუსეთ-უკრაინის ომზე, მაშინ უნდა გაიაფთეს ნავთობი და თუ ნავთობი კრიტიკულად გაიაფთება, მაშინ ომი დასრულდება ყისიერად, ფაქტობრივად, მომენტალურად. აქ იგულისხმება შემდეგი რამ. ნავთობი მოგეხსენებათ ახლა ისტორიულად არის გაზვირებული დაახლოებით 20-30 დოლარით აჭარბებს როგორც ბრენტის, ასევე რუსული ურალის ღირებულება საშუალო ისტორიულ მონაცემს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამითი გაზრდილ შემოსავალს იღებს ოპეკის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა და ასევე რუსეთის ფედერაციაც, რომელიც თავის ბიუჯეტს, მათ შორის სამთავრობო და ეროვნულ ბიუჯეტს და აგრეთვე სამხედრო ბიუჯეტს აფინანსებს სწორედ ნავთობისა და გაზის რეალიზაციით. თუ კი საერთაშორისო ბირჟაზე მაგალითად 30 დოლარით შემცირდება ურალის ფასი, საუბარი რუსულ ნავთობზე, მაშინ რუსეთის ბიუჯეტი იმდენად დაეცემა, რომ ის ფიზიკურად ვეღარ შეძლებს ომის გაგრძელებას, რადგანაც ჯარის დასაფინანსებლად მას ფინანსური რესურსი უბრალოდ არ ექნება, მაშინ მოუწევს ქვეყანას ან დამატებითი ვალდებულებების აღება სადღაციდან, მაგალითად ჩინეთიდან, ან მოუწევს უბრალოდ სოციალური პროგრამების გაჩერება, მაგალითად პენსიის გაცემის შეწყვეტა, რაც რა თქმა უნდა ყველა ქვეყანაში ძალიან რთულია. აქვე იმაზე საუბრობს ტრამპი, რომ ცხადია ოპეკი ამაზე პირდაპირ არ დათანხმდება, რადგანაც ის აცნობიერებს, რომ ოპეკის წევრი სახელმწიფოები ამითი ძალიან დიდ სარგებელს იღებენ, მაგრამ ხაზს უსვამს ტრამპი იმას, რომ ის ამ ყველაფერს კარგად ხედავს და მისი მომდევნო ნაბიჯები იქნება მიმართული იმაზე, რომ ნავთობი ბირჟაზე გაიაფთეს. ამ შემთხვევაში საუბარი აქვს მიწოდების გაზრდაზე ამერიკის მხრიდან, მათ შორის ახალი ჭაბურღილების გათხრაზე და საწარმოო ხაზის გააქტიურებაზე, ასევე საუბარი არის სტრატეგიული რეზერვების გამოყენებაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს მილიონობით ბარელი და ამ რეზერვის გამოყენება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.